ახლა შენ ახლა ტელეფონზე ხარ დამოკიდებული. მაგათ ის მაგაც რა ვიყო, ხო? და 7-8 საათი ხარ ტელეფონში. რა მოყვება ტელეფონს პირველ რიგში? იზიანდება თვალის უჯრედები, ხო? იწვევს თვალის გამოშვერობას, ხო ეგრეა? იმიტომ რომ წარმოიდგინე ახლა ამ ხელა ეკრანს, ესე უყურებ, ხო? წამო შენი მხედველობა არის მომართული. წიგნს ვაკითხულობ რა ხდება? წიგნი არის გაშლილი, ხო? აი ნახე წიგნი როგორია? ესაა წიგნი და ესაა ტელეფონი, ხო? ახლა წიგნთან რო ურთიერთობა გაქვს, ნახე რა ხოლმე რაღაცა გიჭირავს, რო კითხულობ. შენი მხედველობა ნაწილდება თელ ამ წიგნზე, წარმოიდგინე. და შენი მხედველობით ამას ძალიან ისე ნაწილდება და თან აქედან არ არის გამოსხივება არ აქვს. არანაირი ზიანის მომტანი წიგნის შენთვის არ არის. თუ პირიქს ციგნის მომტანი არ არის წიგნი. წავიდე ახლა ამასთან შედარებით, შენ ამას უარი გაქვს ნათქვამი, ამასთან შენ არ გინდა ურთიერთობა, ეს დაკეთე, დააგდე ესე, მოიშორე ეს ყველაფერი და აგერ გაქვს ეს ყველაფერი. ამას უყურებ ესეთ, თავის გამოსხივებით, ამას თავის შუქი აქვს, თავის გამოსხივება აქვს და უყურებ ამას. ახლა შენ ამის ყურებაში გიზიანდება თვალი, გიშრება თვალი. თან წარმოიდგინე, ამასთან როზე ხარ, როგორ ესე ხარ, ხო სულ, ანუ ხერხემას იზიანებ. ხერხემალი ადამიანის თავარი საყრდენი, ხო, აი ადამიანის ხოროს ხერხემით, ანუ ხერხემალი არის ყველაფერი. როგორ უნდა ითქი, ყველაფერი ხერხემალია, წარმოიდგინე. ამ ხერხემას იზიანებ, თვალს იზიანებ. მე რაღაცა პრობლემა შეგექნება და დააბრალებ მე ღმერთს. თვალები არ მივარ გამიტომ რომ ღმერთის ბრალიაო და შენვე დაიზიანე.